ნახოთ სიგნიფიკაცია, ვისი უნდა იყოს გაშლა. ადამიანისთვის, ვინც არის თავის მენტალურ ბლოკებში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამსახურზე გადაიტანოს თავისი ყურადღება, თავისი ძალა, ენერგია, სხვათა შორის ძალას უნდა გრძნობდეთ, ვისია გაშლა. კი, თქვენში გრძნობთ, რომ არის ძალა, ენერგია და მაქსიმალურად შეიძლება იმაზე მეტსაც მუშაობთ, ვიდრე საქმე მოითხოვს. რო ესა, რა ქვია, რაღაცა საკითხში გონებრივ დონეზე, აი ფიქრის დონეზე გამოსავალს ვერ ხედავთ და აი ეს გაგიჟებთ, აი ესეთი რაღაცები გემართებათ, არ ვიცი რა. მუშაობთ, რომ აი ეს რაშიც გამოსავალს ვერ ხედავთ, აი ეს სიბრაზე, ეს სიშლეგე, რომ აი ხო გაბრაზებს მე რაღაციდან, რომ ვერ ახერხებ იმას, რა ქვია, გეგმის დასახვას, აზრის გამოტანას, მე ეს აი ენერგეტიკულ დონეზე ძალიან ძლიერ იმად გარდაიქმნება, რა ქვია, აგრესიადაც შეიძლება თავდასხმა გინდებათ შეიძლება იმ სიტუაციაზე და ასე შემდეგ და ეს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თქვენ თავზეც იმუშაოთ და თქვენ თავზე მუშაობას აკეთებთ, როგორ იცი, აი სამსახურზე გადართვით. გამიგეთ, სამსახურზე გადართვით, რომ აი გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ აღარ იფიქროთ ამ ყველაფერზე. რა უკვე წავიდა სამყაროს თვალსაზრისით, შენი ცხოვრებიდან, რა უკვე წავიდა, რა დასრულდა, რა წავიდა უკვე სამყაროს თვალსაზრისით, შენი ცხოვრებიდან, რა უკვე წავიდა. რა ემზადება შემოსასვლელად შენს ცხოვრებაში? რა ემზადება? თქვენს ცხოვრებაში, რა ემზადება შემოსასვლელად თქვენს ცხოვრებაში? 2026 წელს. რა ემზადება შემოსასვლელად თქვენს ცხოვრებაში 2026 წელს? რა ემზადება შემოსასვლელად? აი, ნიშანი შენს სხეულში, შენს შეგრძნებებში, როგორი უნდა იყოს, რომ მიხვდე, რომ ეს ახალი უკვე იწყებს შემოსვლას. აი, ნიშანი შეგრძნების დონეზე შენში როგორი უნდა იყოს, ანუ რამელი ენერგიით უნდა იგრძნო ეს სიახლე. არა საინტერესო. აქ ორი მაღალი არკანი და ტუზი. რა უკვე წავიდა. იცი რა წავიდა აქ, ვინც ეზოთერიკოსები მიყურებთ, გეტყვით.
ჩემო ძვირფასებო, წავიდა უკვე თქვენგან ის, რომ აი შეიძლება გეგონათ, რომ მე ყველაფერი ვიცი. აი ეს, ანუ თქვენში მოხდა გაცნობიერება რა, მოდი ასე გეტყვით. აი წავიდა ის, რაც არ იცოდით. ნახე, გაუცნობიერებლობა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან. გაუცნობიერებლობა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან. რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხანი ფიქრობდით და სადაც წინააღმდეგობა გხდებოდათ. რა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან? თქვენი ცოდნის დამალვა, თქვენი საქმიანობის დამალვა. წავიდა ის, რომ თქვენ არ იცოდით თქვენი გზა, უფრო აი ესეთი ინფორმაცია მოდის. თქვენი ცხოვრებიდან მოდი ასე ვთქვათ, აი უფრო სწორად, წავიდა გაუგებრობა, გაურკვევლობა თქვენს პიროვნებაზე, საკუთარ თავთან დაკავშირებით. აი აქ უფრო რას გულისხმობთ, რა წავიდა უკვე ამ ადამიანების ცხოვრებიდან, რა უკვე წავიდა. აჰა. ჩემო ძვირფასებო, სიღრმისეულია. თქვენი ცხოვრებიდან წავიდა მარტოობა უკვე. ეს უნდა იცოდეთ, ეხლა რაც შეეხება ცოტა ასე. თქვენი ცხოვრებიდან წავიდა მარტოობა. თქვენ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა გქონდეთ, აი როგორ უნდა გქონდეთ ეხლა თავში მიღებული, იცით? თითქოს შეიძლება ან დღეს, ან გუშინ გაიფიქრეთ რაღაცა მნიშვნელოვანი, რომელიც მოგეწონათ. და აი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც არის გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც მაღალი ძალებისგან იყო ენერგეტიკულ დონეზე თქვენთვის მოცემული, რომ დამთავრებულიყო ის რაღაც. თქვენგან უკვე წავიდა მარტოობა და ასე ვთქვათ, თუ იდუმალო, მოდი ახლა თუ შევეხებით ურთიერთობებს, იმიტომ რომ აქ თასებიც წამოიღო, თქვენგან უკვე წავიდა იდუმალად ყოფნა, რასაც ძალიან, ასე ვთქვათ, დიდხანს არ ყვევდით ამ მარტოობაში. რას არ ყვევდი? ხო, რას არ ყვევდით და იმას არ ყვევდით ამ მარტოობაში, ჩემო ძვირფასებო, რომ რას არ ყვევდით და სწორად ვიქცევი, როგორ დავიცვა ბალანსი, რომ მქონდეს წინსვლა. მაქსიმალურად არ ყვევდით რა, უფრო ცდილობდით, აი აქ სწავლობდით თქვენს თავს. თქვენ ვაფშე შიგნით გაქვთ ცოდნა რა, ინტუიცია. კარნახობდათ, რომ როგორ უნდა მოქცეულიყავით, რომ სწორად წასულიყავით, გაჩერეს ურთიერთობის გაჩერებით. აქ თქვენგან მოდი ასე ვიტყვი, რომ დასრულდა ის დამალული რაღაცა, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, მარტოობა, მოდი ასე ვიტყვი რა, მარტოობა, უჩინრობა თქვენი მხრიდან, შეიძლება არ ჩანდით, შეიძლება აი რაღაცა, როგორ თქვა, ეძებდით გამოსავალს ამ თქვენს მიყუსულ მდგომარეობაში და ამასთან დაკავშირებით რაღაცა აი გადაწყვეტილება რას ეხება? გაცნობიერების მდგომარეობა.
ხო, ეს გადაწყვეტილება ეხება გაცნობიერების მდგომარეობას, როდესაც იყავით, აი თითქოს არსად არ ჩანდით, აი ენერგეტიკულად შეიძლება ესეთი მდგომარეობაში იყავით, რომ საკუთარ თავში ეძებდით, საკუთარ გამოცდილებებისგან გამომდინარე პასუხებს ცდილობდით გაგერკვიათ ვინ ხართ თქვენ, რა არის თქვენი მისია, რისთვის დაგემართათ ეს ყველაფერი. აი აქ იყო გაცნობიერების ისა რა პერიოდი და არც თუ ისე ცოტა ხანი შემიძლია ვთქვა. და ეს სადღაც 1 წლის განმავლობაში ალბათ მიდიოდა ეს პროცესები. აქ თქვენ აი როიტყვენ ტვინი გიხურდათ უკვე რომ რა გავაკეთო, რა არის სწორი, რა არის არასწორი. ამ ტკივნეული ფიქრებიდან სხვათა შორის ცდილობდით ამ ფიქრებისთვის რომ ზურგი გექციათ. ნახე, შეიძლება არაერთხელ უკან დაბრუნდით. რადგან ეს ტკივნეული ფიქრები აგეცილებინათ თავიდან, რა კრიზისში გაგდებდათ. აი ეს წავიდა თითქოს, აი ეს დასრულდა, გამიგეთ? ეს დასრულდა. გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, თუ არ გამოსულ ხართ ჯერ და თუ არ გამოსულ ხართ ჯერ ძალიან ანუ ჯერ არ გამოსულ ხართ, როგორ არის იცი, დასრულდა, ეს უკვე სამყაროში დასრულებულად ითვლება. როგორ არის იცი, ეხლა თქვენ ხართ ისევ აი გაჩერებული ხართ, თითქოს უკვე ნავში ზიხართ, მაგრამ ჯერ არ დაძრულა ეს ნავი რა. აი სულ აი წუთი წუთზე უკვე ჩათვალეთ, რომ აი მანდე და ეგ მდგომარეობა თავდება. სამყაროში უკვე დამთავრებულია და სანამ იქიდან აქ მოვა დრო უნდა. კი ბატონო, აჰა, გასაგებია. და ეხლა რა მოხდება? ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, თქვენი მონათესავე სული, რომელიც აი ანთებული მოფრინავს თქვენთან, ზუსტად ეს გააკეთებს, ნავში ხო ხართ გამზადებული. აქ მოხდა გაცნობიერება თქვენი რაღაცა სწორი გადაწყვეტილების მიღების ფონზე. ამოცნობის ფონზე, საკუთარი თავის პოვნის ფონზე, მიუხედავად წინააღმდეგობრივი გზისა, მაინც თქვენს თავში იყავით, აქ რაღაცა მიწიერ ცხოვრებას კი არ მიყევით, არამედ იკვლევდით. აქ შეიძლება მიმართავდით ტაროს, მიმართავდით ტაროლოგს, დამხმარე ვიღაცა გეხმარებოდათ, შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევაში და თქვენ ეს სწორად გამოიყენეთ, ეს კრიზისული, გაჩერებული პაუზური სიტუაცია, უმოქმედო მიწიერ მდგომარეობაში სიტუაცია, აქ სამყარო გეუბნება სწორად გამოიყენე და აჰა შენ ჭირდო, შენთან თავდება ისეთი სიტუაცია, სადაც იყო მარტოობა, სადაც იყო გაჩერებული მდგომარეობა, დაკეტული მდგომარეობა და აი ეხლა ხარ უკვე შენ მზად იმისთვის, რომ უკვე აი ეს სიახლე დაიწყოს. ჩვენ ახლა ვნახავთ ეს სიახლე რა არის, მაგრამ ამ სიახლეს აქვე გაგიმხილეს გააკეთებს ადამიანი, რომელიც ძალიან სწრაფად შემოფრინდება შენს ცხოვრებაში. რა სიახლე შემოდის? ღმერთო იმპერატორი, აი ტარო არის სახალხო სასწაული. რაიმე დედა ღმერთო მერტოთ ახლა ჩემო ძვირფასებო, რა სიახლე შემოდის 2026 წელს? სიახლე შემოდის ის, რომ თქვენმა ქალურმა ძალამ აი ჯიუტ მამაკაცზე მამაკაცის ხასიათზე ძალიან სხვათა შორის ცოტა აი შეიძლება დაუნდობელ მამაკაცის ესეთი რაღაცა მოდის, თქვენმა ქალურმა ძალამ გაიმარჯვა. სიახლე შემოდის არქეტიპულად რო ვთქვათ ახლა, აქ ის რომ ის სიმძიმე მიწიერ დონეზე ეს მამაკაცი დაატარებდა თუ ეს ქალი.
ეს შემოდის მამაკაცი ამითი, ხო, უფრო ესე არის გასაგებია. რა სიახლე შემოდის შენს ცხოვრებაში და აქ უკვე მეყვებიან იმას, რომ მამაკაცისთვის, რომელიც დაატარებდა ამ სიყვარულს ძალიან მძიმედ თქვენთან დაკავშირებით, ეს როგორც ჩანს, აქ აღარ მინდოდა მეთქვა წარსული მეთქი, მაგრამ მონათესავე სული ვთქვი, მაგრამ აქ ისევ მახსენებენ, რომ ეს არის ესე. მოიცადე, ეს ახალი მამაკაცია თუ ძველი? რა იცნობთ, კაცო. ხო, არა, აქ რას მიყვებიან, აქ რო ვკითხე. მამაკაცი, კი ბატონო, რომელიც ასე ვთქვათ, აი მხოლოდ როგორ იქცეოდა, იცი? აი უპასუხისმგებლად. და თქვენ არაერთ შანსს აძლევდით. ბევრჯერ გადაჭრა შანსს, აქ მაღალი ძალები გვეუბნებიან, რომ აქ სამართალმა უწია ამას. მამაკაცი, რომელისთვისაც თქვენი სიყვარული იმდენად მძიმე იყო, რომ უკვე აი ვეღარ ატარებდა, შემოდის სიახლეის, რომ ეს ადამიანი მოდის პასუხისმგებლობით იმ საკითხზე, რაზეც ძალიან აგრესიული იყო, მაგრამ თქვენმა ქალურობამ ამაზე გაიმარჯვა. რა ენერგიებით უნდა მიხვდეთ, რომ ეს სიახლე უკვე შემოდის? თქვენ ენერგიაში რას უნდა გრძნობდეთ, იცი, როდესაც ამ სიახლის შემოსვლა უკვე დაწყებული იქნება? აი როგორი რაღაცა, იცი, კი, შეიძლება მოლოდინი გქონდეთ, მაგრამ ამის გარეშეც თითქოს საკუთარი თავით გაქვთ სინათლე ნაპოვნი მომავალში. ანუ ენერგეტიკულად რო გადმოგცეთ ეს ყველაფერი, თითქოს თქვენს თავში საკუთარ პიროვნების მიმართ მარტო ყოფნაშიც წინსვლის მიმართ, სადაც შეიძლება ეჭვები გეპარებოდათ და გიკორტნიდათ თავს, აი როგორ თქვა, მარტობაში ყოფნაში დისკომფორტს აღარ უნდა გრძნობდეთ, გამიგეთ? აი ეს ენერგია თუ თქვენში არის უკვე, ანუ ეხლა მე არ ვამბობ იმას, ვინც თან პარალელურად ფლირტაობს ყოფთან. ანუ ამაზე არ არის საუბარი. ადამიანი, ვინც იყო მარტო, ვინც ეძიებოდა თავის თავს და ვინც ცდილობდა მოცემული სიტუაციით გაერკვია რისთვის მოხდა ეს მის ცხოვრებაში და არა ერთი დავხურა მეორეს მილიონი რეკვესტია გავხსნა. არა. აქ ადამიანი, ვინც დარჩა მარტო თავის თავთან. და ეს ენერგია, როდესაც ეს სიახლეო შემოდის და შენ უნდა გრძნობდე, რომ უკვე არის ის, რომ კიდევ ვამბობ, მაქსიმალურად ვცდილობ ეს ენერგეტიკა გადმოგცეთ, რომ თქვენ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობებისა უკან შეიძლება შიშისა აქეთ-იქით, თქვენ საკუთარი თავის რწმენა გაქვთ, თითქოს რაღაცა მოაჯირი შექმნით ამ წინააღმდეგობების შორის და თქვენს წინსვლას შორის და თქვენ საკუთარი ცოდნით, საკუთარი თავის რწმენით და საკუთარი სიბრძნით აგრძელებთ გზას და მიდიხართ გზაზე. და რა სხვათა შორის უბრალოდ აგრძელებთ გზას, მაგრამ თან შეიძლება უყურებთ, რომ ვინ შემოვა ადამიანი, აბა შემოვა თუ არა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, მაგრამ ეს როგორ იცით, რომ მე ჩემ თავში ვარ კარგად, ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემი გზით მივდივარ, მაგრამ ნუ აყვირდებით ახლა მაინც რა, გაინტერესებთ, აბა იქნება თუ არა ვინმე. ოღონდ ეს ისე კი არა, რომ მაღაზია თქვენი ცხოვრება დაყრდნობილი, რომ შემოვა თუ არა ვინმე. არა, მე მარტოც კარგად ვარ. და ეს ძალიან ნორმალური და დასაშვებია. ნახე ჩემო ძვირფასებო, შენი ცხოვრების გზა როდის შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ის ადამიანი, ვინც როგორზეც ყველა ოცნებობთ და ფიქრობთ. საერთოდ
ძირითად შემთხვევაში, როგორ ხდება, იცი, ქალის ცხოვრებაში, როდესაც შედის მამაკაცი და მამაკაცებთან მაგ კიდე ჩალსახა, ესე ვთქვათ, ინფორმაცია რა, გადმოსაცემი, რომ მამაკაცები, რომლებიც ქალთან არიან, კი მესმის, რომ კარმული მისიები აქვთ, მაგრამ ზოგჯერ გაკვეთილში რო არიან, კარმული მისიის იქით, ისინი იმ გაკვეთილში ვერ რჩებიან და აი ამაზე მინდა ვუთხრა, რომ მამაკაცებო, ის რომ თქვენ ერთი ქალის პარალელურად შეიძლება ბევრს წერდეთ, ხო? და ამას აი რაღაცა ჰარმონიის მონობის ფონზე აკეთებდეთ რა. ამ დროს შემდგარი მამაკაცები ხართ, ამ დროს ხართ მამაკაცები, რომლებსაც აქვს ბიზნესი, ამ დროს პატივსაცემი, წარსადგენი, ყველანაირად, მაგრამ რეალურად საკუთარ თავთან და პირად სივრცეში არაფერი არ ხართ. ნახეთ, ყავთ საყვარელი ადამიანი, პარტნიორი, თუნდაც და შენ იმის იქით კიდე საფლირტაო კომუნიკაცია გაქვს. ამას რაღაც მომენტში შეიძლება არაფრად თვლიდე და რაღაცა აი თითქოს ეს გაძლევთ სტიმულს, რაღაცა ქსიამოვნებთ და მე რა მოხდა. ნახეთ, რამხელაზე არასრულფასოვანი პიროვნება შეიძლება იყოს ამ დროს მამაკაცი. მერე ვიღაცა იტყვის, კი ვარ და რა ვქნა. არ არის ესე, ჩემო კარგებო, არ არის ესე, იმიტომ რომ ნახე როგორი სიტუაცია. შენ იმ გარეთაც წარსადგენად რო გამოდიხარ, გაქვს შენი ბიზნესი თუნდაც, გაქვს შენი სამსახური, ელემენტარულად აი რაღაცა ისეთ სერიოზულ საკითხზე გიწევს სერიოზულ ადამიანებთან საუბარი, თქვა დასაკონოთან, ზრდასრულთან. შენ რო ამ დროს მთელი, ასე ვთქვათ, მორალური მხარით გამოდიხარ ამ ადამიანთან და იცავ რაღაცა მორალისტურ საკითხებს შენივე აზრით, ამ დროს დაფიქრდი შენ ვინ ხარ? ხო მოგწონს ის რაზეც საუბრობ? შენ არ უნდა ისაუბრო მაშინ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ შენში მორალს წინავს. ნამდვილი, ამას მე იმიტომ რომ ხალი ვარ და არანაირი მიზანი არ მაქვს, მერწმუნეთ ამის თქმის, უბრალოდ მამაკაცებო, შენი პიროვნება იცი, როდის იქნება დამშვიდებული, ჰარმონია, წინსულა უკიდეგანო შენს ცხოვრებაში, როდესაც შენს თავში გაერკვევი ვინ ხარ და ამაში ძალიან ხშირად გეხმარება ქალი, სწორი ქალი. და შენ შეძლებ ჭკუა გამოიჩინო და იცხოვრო ამ დედამიწაზე შენ და იმ ადამიანმა. მივხვდით რას ვამბობ? ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი სიტუაცია რა, ეხლა არ ვიცი ეს საიდან სად გადამახტუნეს, ქალებს ვეუბნებოდი რაღაცას. ხო, ასევე ქალებსაც მე არ ვამბობ, რომ ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ მამაკაცები რა, ქალები ნაკლებად ღალატობენ. ანუ ზოგადად რა არის? მოდი შენს თავზე იფიქრე, როგორი პიროვნება ხარ და რა გინდა საერთოდ ცხოვრებაში, ფინანსებში, პირად ურთიერთობაში და შენს თავს რა ჭირდება, ჩამოყალიბდი, გაიზარდე. და ის სხვა რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რანაირად აკეთებს, ეგ ჩემი არც ინტერესის საქმეა და არც განსასჯელია, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეს ცხოვრება იმდენად საინტერესოა, ამ მიწიერი ყოფიერების მიღმა, რომ მერწმუნეთ, ოდნავ რომ ინტროვერტიზმი ჩართოთ საკუთარ თავში, იმდენი რამე გაიხსნება ინფორმაციულად შენს წინაშე, იმდენი მასალა
ფიქრობდება, რომლის აი წყალივით მოგწყურდება, გაიცნო და ამოიცნო და ასე შემდეგ, რომ მერწმუნე ის ბანალური ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა, ეხა ქალია თუ კაცი, ის ბანალური ცხოვრება მიწიერ ყოფიერებაში, რაც სტანდარტად ითვლება, დამიჯერე აბსოლუტურად ბოლო პლანზე გადაიწევს, რომელიც შეიძლება ეხა შენთვის ცხოვრების პრიორიტეტი იყოს და ვერ სძლევდე ამ ასე ვთქვათ შეგრძნებას, რომ როგორ დავახციე თავი. ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო კარგებო, და სულიერ სიმშვიდეს, სულიერ სინათლეს თითოეულ თქვენთაგანს გიტოვებთ არხზე ძალიან დიდ სიყვარულს და დამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.